ბავშვის ინიციატივა იყო, რო შესულიყო ცეკვაში. ქალბატონი თამილა პირველ რიგში იყო სკოლაში ჯერ ბავშვის როგორც ასე მეცადინეობით. ბავშვი დაინტერესდა ცეკვით და ოჯახში მოგმართა ბებიას, მშობლებს, რომ შემიყვანეთ ცეკვაში. გადავწყვიტეთ შეგვიყვანა ქალბატონ თამილა ბერიძესთან. 10 წელი არსებობს ეს ანსამბლი. როცა შევიყვანე, მე გავიგე, ესე იგი, როგორც ასე კორონამდის შეფერხებები იყო, კორონის შემდეგ იყო წარმატებული ანსამბლი
და ბავშვმაც მოინდომა რომ ეცეკვათ ნაპერწკალში ნია ბოლქვაძე არის 10 წლის. თქვენი გადმოსახედიდან რა არის თქვენი შვილის მომავლისთვის ქართული ცეკვა? ჩემი შვილისთვის ძალიან კმაყოფილი არის, უნდა რომ გაყდეს ბოლომდის არა, მაგრამ ალბათ სანამ უნივერსიტეტის ფარგლები იქნება, უნდა რომ იცეკვოს ბავშვმა ანსამბლ ნაპერწკალში, იმიტომ რომ ვერ ელევა ქალბატონ თამილა ბერიძეს, გოგიტა ფაღავას, თეონა დავითაძეს ძალიან უყვარს. ესე იგი, როცა ვიტყვით რომ კონცერტი არის, რამე არის, ბავშვი ესე იგი ფეხზე დგას, ნერვიულობს, როგორი იქნება, რა იქნება. ეგ არის ქალბატონი თამილას დამსახურება ყველაფერში. მე კმაყოფილი ვარ ქალბატონი თამილასი, ყველანაირად. ბავშვებიც არიან კმაყოფილი. როგორც მე ბები, ასე ყოველთვის დავყვები ყველგან. თბილისი იქნება, ბათუმი იქნება, ქობულეთი იქნება. მაინტერესებს ჩემი შვილის გამოსვლა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ქალბატონი თამილა არის ძალიან კარგი პედაგოგი, გოგიტა ფაღავა იგივე თეონა დავითაძე და წარმატებას მივახცევთ სულ ყოველთვის. წარმატებას ვუსურვებ დღევანდელ დღეს ჩვენ ნაპერწკალს, წინსვლას, ბედნიერებას და სულ ყოველთვის ნაპერწკალი აენთოთ სცენაზე. თავიდანვე მინდოდა ბავშვების შემიყვანა, ბაღის ასაკიდან მინდოდა შემიყვანა, გავიკითხე, გამოვიკითხე და რა თქმა უნდა მირჩიეს ძალიან ბევრმა, რომ ქალბატონი თამილა ძალიან ენერგიული, გოგიტა ფაღავა ძალიან ენერგიული ადამიანია, რომელიც ბავშვებს გადასცემს იმ რა ქვია ქორეოგრაფიულ მონაცემებს, რასაც ბავშვებს აუცილებლად ჭირდებათ და გაამართლა ჩემმა იმედებმა. თვითონ როგორ მოეწონათ ცეკვა? ძალიან კარგად, უკვე მერვე წელია მყავს ბიჭი. 13 წლის და 10 წლის გოგო. და ძალიან კმაყოფილი არიან, უბრალოდ არ ვიცი, ვერ აგიღწერთ, რასაც განვიცდი მე მათი სცენაზე გამოსვლით და ქალბატონი თამილა და გოგიტასი მონაცემები. კაცრი მასწავლებელია? არა, ძალიან უყვართ ორივე. განსაკუთრებითაც გამოირჩევა ქალბატონი თამილა ენერგიული და გადასცემს მის ენერგიას ბავშვებს და ჩანს კიდევ სცენაზე. და შობლებით სახტაცებული ვართ ამ ყველაფრით. ჩვენ დავდივართ ანსამბლ ნაპერწკალში 5 წელია. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, სადაც აქ ჩემი შვილი სწავლობს სითბოს სიყვარულს. პირველ რიგში თამილას ზრდის ბავშვებს როგორც ადამიანებად, მათ ასწავლის სითბოს და სიყვარულს. მან შეაყვარა ჩემ შვილს ქართული ცეკვა, რითაც მადლობას ვუხდი საჯაროდ მე მას. და გოგიტა მასწავლებელს, ანასტასია არის 11 წლის. რამდენი წელია დადის? 5 წელია დადის ცეკვაში. მას ძალიან უყვარს თავისი მასწავლებლები, გოგიტა მასწავლებელი, თამილა მასწავლებელი და თეონა მასწავლებელი. მათ ჩვენი შვილების აღზრდაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში, ისევე დიდ ადამიანებად უნდა რომ გაზარდოს თავისი მოსწავლეები. ამაში ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებს. ჩვენი თამილა მასწავლებელი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და მე ბედნიერი და მოხარული ვარ რომ ჩემი შვილი ანსამბლ ნაპერწკლის მოსწავლეა. ერთ-ერთი გამორჩეული ნაპერწკალია ჩვენი ბავშვები მართლაც ყოველთვის დიდ სცენაზე გამოსულიყო და ეცეკვოს როგორც დღეს, ისევე ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ ყველა თითეულ მათგანს. ნამდვილად ცეცხლი დაანთეს დიდ სცენაზე დღეს. თვითონ ბავშვები რას ამბობენ ხოლმე, როცა სახლში ბრუნდებიან რეპეტიციებში? ჩემი შვილი ყოველი რეპეტიციიდან აღფრთოვანებული მოდის და რასაც თამილა ასწავლის, იქ ყველაფერს იმეორებს სახლში სიტყვა სიტყვით და ზუსტად ისე გადმოსცემს, როგორც თამილას ჩვევია, ისეთი ენერგიით, ისეთი აღტაცებით და ემოციებით.
ანსამბლნაპერწკალში დავდივარ უკვე 3 წელია. პირველად როდესაც ანსამბლნაპერწკალში შემოვედი, ვიყავი 9 წლის. ანსამბლნაპერწკალი ავირჩიე იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი, რომლის ცეკვას მე ძალიან მომწონდა, ემზადებოდნენ ანსამბლნაპერწკალში. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე კარგად ამსახველი ცეკვა შემესწავლა ანსამბლნაპერწკალში. ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გიყავს? ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა აფხაზური. აფხაზური. დღეს იცეკვებ? დიახ. იცი რა მაინტერესებს? შენი არჩევანი იყო ეს თუ მშობლებმა გირჩიეს და შენ ძალით შეგიყვანეს და მერე მოგეწონა თუ როგორ იყო ეგ ამბავი? ის რომ შემოსულიყავი ანსამბლნაპერწკალში და შემესწავლა ცეკვა, ეს იყო 100% ჩემი სურვილი. ხო? დიახ. რა გინდა რომ გამოხვიდე? მე მინდა რომ გამოვიდე ქორეოგრაფი. მოგესალმებით. მე ანსამბლნაპერწკალში ვირიცხები 2018 წლიდან და შემოვედი 7 წლის. ჩემთვის ანსამბლნაპერწკალი გახდა ჩემი დიდი ოჯახის წევრი. აქ მყავს საუკეთესო მეგობრები, გულთბილი მასწავლებლები, ასეთი მასწავლებლები ვფიქრობ, არ შეიძლება რომელიმე ანსამბლში, დიდ ანსამბლში ყავდეს. კაცრები არ არიან კი მაგრამ რაღაც. ყველა მასწავლებელს სიმკაცრე სჭირდება ბავშვების მიმართ, რადგან ეს ქართულ ტრადიციული ცეკვებია და სიმკაცრის გარეშე არაფერი არ გამოვა. დისციპლინა. დიახ, ჩვენი მასწავლებლები ასე როგორც დისციპლინებული არიან, ასევე მხიარულები, გულთბილები და გამგებიანები. ყველაფერზე მეტად გამოვარჩევდით ამილა მასწავლებელს. თავის სიმკაცრეს, რაც მე ძალიან მომწონს. როდესაც ადამიანი უფრო დისციპლინებულია, მით უფრო შეიძლება გავიდეს შედეგზე, რაც ეს ქართულ ტრადიციულ ცეკვებში უმთავრესია. შენ რომელი ცეკვა მოგწონს და რომელი გამოგდის? ჩემთვის ყველა ცეკვა თავის ხიბლი აქვს, თავისი გამორჩეულობით გამორჩევია, მაგრამ პირადად ჩემთვის გამორჩეული ცეკვა გახლავთ განდაგანა, რადგან 2021 წელს პირველად ვიცეკვე განდაგანა. ეს ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურული ცეკვა, ეს არის მრავალსაუკუნოვანი ცეკვა, როგორც სამსახიობო, ასევე ხალისის სავსე, ულამაზესი ილეთებით და რაც მთავარია, მეც თავად აჭარელი გახლავართ და ბუნებრივია რომ აჭარელი ცეკვა მეყვარება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთში, ნარინჯისფერ ქობულეთის ფესტივალზე. ჩვენ ტრადიციულად ყოველწლიურად ვღებულობთ მონაწილეობას ნარინჯისფერ ქობულეთში და როგორც წესად გვჩვევია საზაფხულო არდადეგებზე ბავშვებს ნარინჯისფერი ქობულეთის ფესტივალის შემდეგ ვუშვებ საზაფხულო არდადეგებზე. ნუ ახლა როგორც მასწავლებელს, როგორც ქორეოგრაფს შენიშვნები ყოველთვის გვაქვს, ყოველთვის მეტი გვინდა, ყოველთვის მასწავლებელი მაქსიმუმ სიტყვის მოსწავლებს დღეს მოზარდი თაობა კი იცით როგორი არის, რაც უფრო გააპარებს თითქოს და მარტივი არის, მაგრამ მასწავლებლის თვალს არ გამოეპარება ეს. მე რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე კმაყოფილი ვარ ჩემი მოსწავლეების, რასაც მათში, ანუ ზუსტად ცდილობენ რომ თამილა მასწავლებელი, გოგიტა მასწავლებელი, თეონა მასწავლებელი გაახარონ და ის თითოეული ემოცია, ის თითოეული განცდა, ის თითოეული ილეთი მაყურებლამდე სწორად მიიტანონ, ჟიურამდე სწორად მიიტანონ, მაგრამ მოგეხსენებათ ახლა ყველა ვიყავით ბავშვები, ყველა ვიყავით გადატეხის ასაკში, ყველას რაღაცას ცუღლუტავდით, რაღაცას ცელქობდით და ყოველი ჩვენი სიცელქის შემდეგ ვცდილობდით რომ გამოგვესწორებინა ეს ჩვენი თითოეული შეცდომა, რომ თითქოს დავცდილობდით რომ არ გავაღიზიანოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, დედა, მამა, მასწავლებელი ვიღაცის რიდი გვაქვს და ასე შემდეგ. ნუ ყოველი შემთხვევაში დღევანდელი ფესტივალისთვის მე მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს აღზრდელებს და მე მჯერავს რომ მომავალში არაერთ ცეცხლს დაანთებს ჩემი ნაპერწკალის სცენაზე. თვითონ ბავშვების მოტივაციას როგორ უყურებ ხოლმე? დაძალებით ხო არ აკეთებენ იმას, თავის სურვილით ეკავე. ზოგჯერ არის ხოლმე რომ მშობლებმა მოინდომეს მათი შეყვანა ცეკვაზე, მაგრამ მერე აუღეს გემო გაუგეს და მერე თავისი სურვილები გაუძლიერდათ. აი როგორ ატყობ თუნდაც ახალ შემოსულ ბავშვებს ცეკვაზე მოტივაცია? იცით როგორც ყველგან ხდება მშობლის მოტივაცია არის სპორტზე მინდოდა მე ბავშვობაში ვერ ვიარე და ჩემი შვილი შევიყვანე. ცეკვაში ჩემი ბავშვობის ოცნება მოგეხსენებათ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ჩვენ სასწავლში ეცე ხდება, მაგრამ შემდეგ ბავშვებს ისე უყალიბეთ, ალბათ ჩვენგანაც მოდის ეს სიყვარული, ალბათ ქართველის სულისკვეთება, ქართული ანუ ტრადიციები. მე მაგალითად ბატონო ბესო ყოველთვის ვიმეორებ და ვამბობ ამას, რომ ბატონ ბესოში ვხედავ მეორე მეს, ანუ მოწამლული ვარ ქართველის სულით და აი პატრიოტიზმით, რაც ანუ უფრო და უფრო ამ ილეთებში სულისკვეთებით ისახება და მოგეხსენებათ ახლა დღევანდელ ცხოვრებაში, როგორც არის და როგორც ხდება და ჩემს ბავშვებს სულ მაგას ვეუბნები, ქართველი კაცი როგორიც იყო, აი ის უნდა იყოს, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ხელოვნება, ჩვენი ქართველობა, აი თქვენი ცეკვები, თუნდაც საზღვარგარეთო გადის ანსამბლი, ყოველთვის მაგას ვეუბნებით, ჩვენი კულტურა უნდა გავიტანოთ და ბავშვებში სწორედ ეს არის რა, თამილამას მოვედი მშობლის ხათრით, მაგრამ ისე მიყვარს მიჭის გასვლა უკვე ანსამბლიდან. მე მოგიყვებით პირად მაგალითად, ჩემი შვილი 4 წლიდან ჩემს ანსამბლში ცეკვა და წელს აბიტურიენტი არის და საკმაოდ სტრესი ქონდა რომ ანსამბლიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, იცოდა რომ თავისი პროფესია არ იქნებოდა ეს, მაგრამ ჩათვალე დედა რომ ოჯახი და დავტოვეო, ისეთი შეგრძნება იყო და არაერთ მასეთ ანთებულ ნაპერწკლიან თვალებს ხედავ ჩემს მოსწავლებში. მყავს რამოდენიმე მოსწავლე უკვე გრანტიანები, რომლებიც სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლებში სწავლობენ და ბავშვები ყოველთვის ეს ემწერენ თამილამას დარბაზის სიცარიელეს ვერაფერი ვერ ავსებსო, რაც მე მაბედნიერებს. ესე იგი ჩემი ნაპერწკალი მართლა ჩამიდია თითოეულ მოსწავლეში. და ის ნაპერწკალი სხვა საქმეში უალა დაინტერესებს. აი ჩემი მოტივაციას ეს არის ბატონო ბესო, რომ მე ვიცი რომ ახლა საქართველოში ამდენი ქორეოგრაფიული ანსამბლი আছে, ყველა ბავშვი ახლა ქორეოგრაფი ბუნებრივია, ვერ გახდება როგორც ახლა სკოლებში ამდენსაგან სწავლობ და ყველა ხო ქიმიკოსი ვერ გამოდის, მათემატიკოსი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მოტივაცია სულ სხვა რაღაცა. მე ვასწავლებ ბავშვებს პირველ რიგში რას უნდა გავზარდო ადამიანი, უნდა გავზარდო მოქალაქე, რასაც უნდა შევაჩვიო პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ერთმანეთის სიყვარული და გუნდურობა. და სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება სექტემბრიდან, როგორ შეაფასებდით ამ გავლილ 12 თვეს ანსამბლ ნაპერწკალის? ანსამბლ ნაპერწკალის განვლილი 12 თვე იყო თავისი პლუს მინუსებით, რა თქმა უნდა, კი იცით ხელოვნებას როგორი ბრძოლა ჭირდება, ანუ როგორი თავდადება ჭირდება, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ შედგა ანსამბლი ნაპერწკალის ეს 2024-2025 სასწავლო წელი და ახალი სასწავლო წლიდან ველოდებით, ახალი იდეებით და ახალი მოტივაციებით. That's